ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი ზუსტად მაშინ დატოვა, როდესაც სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლით ისარგებლა ირაკლი კობახიძემ და როდესაც დაიწყო კობახიძემ ამ ბრალის კითხვა, ბუნებრივია ოპოზიციამ დარბაზი დატოვა ამ დროს, ვინაიდან ისინი აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძის მთავარი მიზანი იყო ის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დაზიანებულიყო. ოპოზიციამ არ მოусმინა ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარის გამოსვლას, თუმცა ამის შემდეგ უკვე ოპოზიციამ ბუნებრივია ისარგებლა რამდენიმე წუთით, როდესაც მათ შეეძლოთ საკუთარი აზრის დაფიქსირება სხდომათა დარბაზში და მათ რამდენიმე წუთის სხდომათა დარბაზში საკუთარ სიტყვას ამბობდნენ ისინი. აღსანიშნავი არის, რომ დღეს ოპოზიცია იმდენად დიდ მოულოდნელობებს ელოდება ქართული ოცნებისგან, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკუთარი პულტები სხდომათა დარბაზიდან გამოიტანეს, ვინაიდან ისინი არ გამორიცხავენ იმას, რომ ქართული ოცნება მაგალითად წავიდეს იმ პროცედურულ ხრიკებთან დაკავშირებით, რომ მმართველმა გუნდმა თავს უფლება მისცეს, რომ მაგალითად ოპოზიციის ბარათები იყოს გამოყენებული სხდომათა დარბაზში, ამიტომაც რამდენიმე წუთში უკვე სხდომათა დარბაზში მხოლოდ ფრიდონ ინჯიას და იაგო ხვიჩიას პარტია დარჩება და არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი გადამწყვეტ კენჭისყრას მათ გარდა აღარ დაესწრება. ეს არის რუსული ამოცანის შესრულება ქართული ოცნების ხელით. ლელო, რომელიც ემსახურება ქართული ხალხის ინტერესს, ოცნებისგან განსხვავებით, ამ იმპიჩმენტს ხარს არ უჭერს. არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა ძალიან მარტივ და პატარა უზრდელობას, რომელსაც ქართული ოცნება იჩენს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი შემოვიდა დარბაზში და ისინი უბრალოდ ფეხზე არ ადგნენ. ამით პირველ რიგში ქართულმა ოცნებამ დაამცირა საკუთარი თავი და რა თქმა უნდა არ დაამცირა საქართველოს პრეზიდენტი. არ ვაპირებ კენჭისყრაში მონაწილეობას და ჯერჯერობით ათ განხილვაში, თუმცა ოპოზიციის საერთაშორისო განხილვასთან დაკავშირებით თუ შეიცვალა, შევცვლი მეც და შევალ განხილვაზე, მხოლოდ განხილვაზე. რაც შეეხება კენჭისყრას, ბარათი მაქვს თან, ჩემი პულტი არის ჩემთან და ვერავინ ვერ შეძლებს მის გამოყენებას პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ. მე ვფიქრობ, ვერ მოახერხებს სასიხლის მოგროვებას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იმპიჩმენტი პოლიტიკურად უკვე საკმარისად დამაზიანებელი იყო ქვეყნისთვის სასიხლის გარეშეც. ეს არის ჩემი პოზიცია და ამ პოზიციიდან გამომდინარე ბუნებრივია მე ხმის მიცემას და არც განხილვაში მონაწილეობას არ ვაპირებ. ბარათისთან. სულ უფრო მეტად ახლოვდება გადამწყვეტი კენჭისყრის დრო საქართველოს პარლამენტში. ამ წუთებში სხდომათა დარბაზის ტრიბუნას ბოლო ოპოზიციონერი დეპუტატი იყენებს და ბოლო ოპოზიციონერი დეპუტატი სარგებლობს საკუთარი სიტყვით. ამის შემდეგ უკვე ქართული ოცნება ისარგებლებს სიტყვით გამოსვლით დაახლოებით 15-20 წუთამდე გამოიყენებს ამ დროს ქართული ოცნება, ხოლო ამის შემდეგ უკვე იქნება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ან დასკვნითი სიტყვა, ან პირდაპირ კენჭისყრაზე გავა ეს საკითხი. ქართული ოცნება აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას და ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მომავალს. პოლიტიკურ ნაწილით თუ იმართლებთ თავს საქართველოსთვის სიკეთის ჩამოსატანად წახვედით, გითხარით დეტალებში. რა წაიღეთ, იგივე პოზიცია, რაც ჰქონდათ ადრე უკმეხი და აი ესეთი შემტევი თუ რაიმე სხვა პოზიციით ჩახვედით, რაც წახვედით და უკან რა ჩამოიტანეთ და ფიქრობ ეს თავარი თემაა, რის გამოც მან პასუხი თავი არ არის. თუ მათ აქვს კონტრარგუმენტი, არ უნდა გაიქცნენ დარბაზიდან და ეყოთ გამბედაობა და დააფიქსირონ თავიანთი არგუმენტირებული აზრი. თუმცა ფიქრობ, რომ მათ სათქმელი არაფერი აქვს და შესაბამისად ამიტომ თავს არიდებენ პასუხისგებლობას და საჯარო გამოსვლას. სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოში რჩება და ის სხდომათა დარბაზში შევა იმ წამსვე, როდესაც დაიწყება გადამწყვეტი კენჭისყრა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ქართულმა ოცნებამ მართლაც ვერ მოახერხოს ვერანაირად ასიხმის მოგროვება. ოპოზიცია მაინც ფიქრობს, რომ ქართულმა ოცნებამ შედეგს მიაღწია, ვინაიდან დღევანდელი დღე საქართველოს ევროპულ მომავალს დააზიანებს. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე დღეს სალომე ზურაბიშვილს დაემუქრა კიდეც, ვინაიდან ახლა უკვე თუ კი ის ევროპაში ნებართვების გარეშე და თანხმობის გარეშე წავა, შესაძლოა მისი საქმე არა საკონსტიტუციო სასამართლომ, არამედ პროკურატურამაც განიხილოს.